მოგესალმებით, ეთერში გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი თამუნა კუპრეიშვილი. მოგესალმებით თამუნა და მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საერთოდ ძალიან საინტერესოა ენდოკრინოლოგია, იმიტომ რომ იყო დრო, იყო განაჩენი გარკვეული ტიპის ენდოკრინოლოგიური დაავადებები და მას ეს დრო მეც მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ ძალიან რთულად გასამკლავებელი იყო და დღეს შეიძლება ითქვას, რომ მართვადი, დამარცხებადი თუ არა, მართვადი ნამდვილად არის და ეს არის დამსახურება სწორედ თანამედროვე მეცნიერების და ყველაზე ახლოს ნევროლოგიასთან არის ენდოკრინოლოგია, თითქოს ერთი მეორეს იწვევს და მეორე პირველს და ეს წრე იკვრება. და ერთ-ერთი აი ამ ვთქვათ ჰიპოთალამოს, ჰიპოფიზ, ადრენერგული ღერძის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის სწორედ ფარისებრი ჯირკვალი. და ფარისებრის პათოლოგიებზე, რაც საკმაოდ გახშირებულია ჩვენს პოპულაციაში, საქართველოში, კავკასიაში, სწორედ ამაზე სასაუბროდ მოგიწვიეთ. და პირველ რიგში რომ რა ფუნქციას ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი და რამდენად შემდგომში უკვე ვისაუბროთ თვითეკოლოგიაზე, როგორ შეიძლება რაღაც პრევენციულად მოვიქცეთ, რომ თავიდან ავირიდოთ ეს დაავადება, ან კიდევ მართოთ, თუ ეს აუცილებლად დაგვემართება. დიახ. ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმში ასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. პრაქტიკულად არ არსებობს ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომელზედაც ფარისებრი ჯირკვალი არ ახდენს გავლენას. გულსიძახთა სისტემა, საჭვრისმომნელებელი სისტემა, ნერვული სისტემა, რეპროდუქციული სისტემა, ჩვენი გონებრივი განვითარება აბსოლუტურად კონტროლდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ძალიან გახშირებულია ჩვენს პოპულაციაში და არა მარტო ჩვენს პოპულაციაში, ზოგადად მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში და ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება არასასურველ ეკოლოგიურ ფაქტორებს. მაგალითად, ატომურ სადგურებზე მომხდარმა ავარიებმა გამოიწვია გარემოს დაბინძურება რადიოიზოტოპური ნივთიერებებით, ჩვენი იმუნური სისტემა დაზიანდა ძალიან, განვითარდა მიკროელემენტების დეფიციტი. ამ ყველაფერმა ძალიან შეუწყო ხელი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას. გარდა ამისა, დღემდე მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს იოდის დეფიციტის პირობებში, რაც არის კლასიკურად, ტრადიციულად ითვლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ერთ-ერთ განმაპირობებლად. ეს ეკოლოგიური ფაქტორები არის ალბათ საყოველთაო, ის რაც ყველას ემართება და ამას ჩვენ ვერაფერს ვერ უზამთ, თუმცა მაინც როდესაც იცი შეიარაღებული ხარ ამ ცოდნით, შეიძლება ვთქვათ იგივე დეფიციტი რაღაცით შეივსო თუნდაც მიკროელემენტების, მაგრამ ზოგადად თვითონ სიტყვა ფარისებრი, ფარი რო არის, ეს არის რაღაცა დაცვა, ხო? ეს არის სერიოზული დაცვა და ზოგი დირიჟორსაც ეძახის. გარკვეული ტიპის დირიჟორი გახლავთ ის ხო ჩვენ ორგანიზმში. და თქვით იგივე ფსიქოლოგიური კუთხით, ხშირ შემთხვევაში ეს არის ბაზისური უსაფრთხოების მოშლასთან დაკავშირებული და არის კიდე დაავადებული ავტოაგრესიასთან, საკუთარ თვითგანადგურების ჩართვასთან. პირველ რიგში იქნებ ვისაუბროთ აი ამ სხვადასხვა ტიპის დაავადებებს, აი ჩიყვის, მაგალითად ენდემური ჩიყვი იქნება ეს თუ იგივე დიფუზური თუ იოდის დეფიციტი, რასაც იწვევს და ასე შემდეგ. და რა იღებს, რა კომპენსირებს ამას და რა მკურნალობა ამ დროს საჭირო. ოღონდ არა თვითმკურნალობა, რა თქმა უნდა. ზოგადად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს მოიხსენიებენ ყველაფერს ჩიყვის სახელით. რეალურად ყველაფერი ჩიყვი არ არის, ჩიყვი არის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და ასევე ჩიყვია თუ ფარისებრ ჯირკვალში გაჩნდა წარმონაქმნი, ანუ კვანძი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, როგორც თქვით, იოდის დეფიციტთან არის დაკავშირებული, იქ სადაც იოდის მოხმარება არის 50 მიკროგრამზე ნაკლები, ვითარდება ენდემური ჩიყვი. ზოგადად საქართველოსთვის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ითვლება სამხარეო პათოლოგიად. ჩვენი მაღალმთიანი რეგიონები არის ენდემური კერა პრაქტიკულად ჩიყვის გავრცელების. თუმცა დღესდღეობით საქართველოში იოდის დეფიციტი ითვლება, რომ აღმოფხრილია
2005 წლიდან საქართველოში აიგრძალა არაიოდირებული მარილის გაყიდვა. იოდირებული მარილის მიწოდება მოსახლეობისთვის ასე ფართო მასშტაბით ითვლება იოდის დეფიციტის მოგვარების ყველაზე იაფფასიან და ეფექტურ საშუალებად. 2017 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ პრაქტიკულად ჩვენ იოდის დეფიციტი არ გვაქვს. 2017-18 წლებში ასევე გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმა ჩაატარა კვლევა, შეისწავლეს ბავშვები, სასკოლო ასაკის ბავშვები მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ჯგუფი გამოყვეს, ერთი ჯგუფი იყო მთელ საქართველოში ბავშვები, ერთ ჯგუფში ადგენდნენ მაღალმთიან რეგიონებში, ეს იყო სვანეთი და მაღალმთიანი აჭარა, ანუ ტრადიციულად ენდემური კერები და მესამე ჯგუფი იყო ორსულები. აღნიშნულმა კვლევამაც აჩვენა, რომ ჩვენ იოდის დეფიციტი არ გვაქვს. ანუ ჩვენ ესე ოფიციალური მონაცემებით ითვლება, რომ იოდის დეფიციტი დაძლეული გვაქვს. თუმცა არიან ადამიანები და მათ შორის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ თქვა ეჭვი ამაში და ალბათ კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ კვლევის ჩატარება, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ორსულს ითვლება, რომ უნდა დაუნიშნოთ იოდი, ხო? 200 მიკროგრამი იოდი ორსულს სჭირდება და აი აქ ძალიან რთულია გადაწყვეტილება მიიღო დაუნიშნო ორსულს იოდი თუ არ დაუნიშნო. იქ სადაც იოდის დეფიციტი არ არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მიზეზად, როგორც უმრავლეს შემთხვევაში არის ხოლმე აუტოიმუნური დაავადებები, აუტოაგრესია ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ. კითხვას დავსვამ იოდთან დაკავშირებით. ზოგადად რა პროდუქტია, რომელშიც არის იოდი? იგივე ისე რომ საკმარისი რაოდენობა არ ვიცი რა კვებით როგორ უნდა მიიღოს ეს ადამიანმა იგივე 24 საათში, მაგრამ აი თქვენ ბრძანეთ მარილი და მეც შეიძლება ხა ცოდნა არ ყოფნის, მაგრამ რატომღაც მეც მგონია რომ მარილით შევსება ნაკლებად მოხდება. ზოგი საერთოდ მარილს არც ხმარობს, ხო თუ მარილზეა ლაპარაკი. და ხო ექიმების დიდი ნაწილი ურჩევს, რომ რაც შეიძლება, როდესაც დიეტაზე გადადის ადამიანი, ნაკლებ მარილიანი მიირთვას და ეს კვებით როგორ ხდება? პირველ რიგში ეს მაინტერესებს. ნუ მაგალითად თევზის პროდუქტში არის, ზღვის პროდუქტში არის დიდი რაოდენობით იოდი. კი, მართალი ბრძანდებით, ზოგი ადამიანი საერთოდ არ იღებს მარილს, მაგრამ და ნანახია კვლევებით, გამოცდილებით, რომ როცა ლაპარაკია პოპულაციაზე, ყველაზე ეფექტური და იაფი არის იოდირებული მარილის მიწოდება. გასაგები. ნუ იმ შემთხვევაში, როცა იცით, აი ადრე, როცა ითვლებოდა, რომ ჩვენ იოდის დეფიციტის რეგიონში ვართ, ბავშვებს აუცილებლად უნიშნავდნენ იოდს, ორსულებს აუცილებლად ენიშნებოდათ იმის მიუხედავად, როგორი იყო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, როგორი იყო ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა. და ეხლა ამასთან დაკავშირებით არ არის ერთმნიშვნელოვანი აზრი. ჩვენ გვაქვს ამ კვლევის შედეგები, თუმცა არსებობენ ადამიანები, ძალიან გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი აქვთ ამ შედეგებში. და ნუ კარგი იქნებოდა კიდევ ალბათ კვლევის ჩატარება. იმიტომ რომ მეც ძალიან დავინტერესდი და აი თქვათ ერთმნიშვნელოვნად რო ვთქვათ, რას იწვევს იოდის დეფიციტი თვითონ ორგანიზმში და იგივე ფეხმძიმის შემთხვევაში, ფეხმძიმისა და ნაყოფის ურთიერთობაში რა პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს? იოდი არის მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია, რომ მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, როგორც ვთქვით უკვე, არის აუცილებელი იმისთვის, რომ იფუნქციონიროს ნორმალურად ორგანიზმმა, პრაქტიკულად ყველა სისტემამ, ყველა ორგანომ. და ეს იწყება უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან, იმიტომ რომ იმისთვის, რომ მოხდეს ნაყოფის ნორმალური განვითარება, აუცილებელია, რომ დედის ფარისებრი ჯირკვალი მუშაობდეს ნორმალურად, იმიტომ რომ პირველი 12 კვირის განმავლობაში, როცა ხდება ნერვული სისტემის ჩანასახის ჩამოყალიბება, ნაყოფი აბსოლუტურად მთლიანად ფუნქციონირებს დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხარჯზე. ამიტომ დედის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია საფრთხეს უქმნის ნაყოფის ნორმალურ განვითარებას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ართულებს გამოსავალს ორსულობის მხრივ.
როდესაც სანამ აუტოიმუნურზე ვისაუბრებთ და ჰიპერ და ჰიპოფუნქციაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ განსხვავდება კლინიკა ამ როგორც ჰიპო, ასევე ჰიპერფუნქციის დროს. და რა იწვევს ამას და როგორ შეიძლება ამოიცნოს ადამიანმა, რომ შეიძლება მან არც იცოდეს, რომ ეს ჭირდეს. კი, აი ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება მიდიოდეს წლების განმავლობაში ისე, რომ ადამიანმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, ჰიპოთირეოზს. სიმპტომები ამ დროს ვითარდება იმდენად ნელა, იმდენად თანდათან, რომ შეიძლება თვითონ ადამიანიც, გარშემო მყოფებიც ადაპტირდეს ამ ცვლილებებისადმი, რომელიც ხდება მის ორგანიზმში და შეუმჩნეველი დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან გავს, ვთქვათ, ნერვული სისტემისთვის დამახასიათებელ, ნერვული სისტემის დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. შეიძლება იყოს სისუსტე, დაღლილობა, აპათია, დეპრესიული განწყობა, გუნება განწყობის გაუარესება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წონის მატება, შენელება კი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ ბევრ დაავადებას შეიძლება ეს ახასიათებს და ხშირად ხდება ხოლმე დიაგნოსტირება გვიან საკმაოდ. დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ბევრ რამეს აფუჭებს ორგანიზმში. შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი. ჰიპოთირეოზის დროს, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს ქვეითდება თირკმლის მიერ ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფის სიჩქარე. ამას მაგალითად შეიძლება მოყვეს, რომ სისხლში გროვდება ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი. ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული ლიპიდური ცვლის დარღვევასთან და რეალურად ზრდის ათეროსკლეროზის პროგრესირების გამო ზრდის ძალიან გულსიძახთა დაავადებების განვითარების რისკი და უბრალოდ გამახსენდა, რომ ლიპიდურ ცვლასთან იმდენად არის კავშირში. მე კლინიკაენ მედიჩი მუშაობ, სადაც ბევრი თაობა მუშაობთ ერთად და იქ უფროსი თაობის ექიმებს რო ვეკითხები ხოლმე, რომ აი როგორ მუშაობდით, როცა ვერ აკეთებდით ანალიზებს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ იყო, რომ ანალიზებს ვერ აკეთებდნენ. და იქ ამბობენ, რომ რადგან არ ქონდა ჰორმონების კონტროლის საშუალება, ვაკონტროლებდით ქოლესტერინს და ქოლესტერინის დონის მიხედვით ვარაუდობდნენ, რა მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყო ფარისებრი ჯირკვალი. ჰიპერთირეოზს რაც შეეხება, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებას, აქ სიმპტომები უფრო გამოხატულია და ძირითადად ყურადღების გარეშე არ რჩება, იმიტომ რომ არის ესეთი სიმპტომები, როგორიც არის წონის მკვეთრი დაკლება, ტახიკარდია, ოფლიანობა, კანკალი, აგზნებული ადამიანი, ზოგჯერ აგრესიულობამდეც კი მტირალობა, ეს სიმპტომები როგორც წესი ყურადღების გარეშე არ რჩება. თუმცა აი ხანდაზმულებში, სადაც განსაკუთრებით სახიფათოა ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, იმიტომ რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესები ძლიერდება და გულსიძახთა სისტემის მხრივ მატულობს რისკები. შეიძლება მიდიოდეს უბრალოდ წონის დაკლებით, ან შეიძლება მიდიოდეს არითმიით. ასევე ორსულებშიც ბევრ ორსულს აქვს ტახიკარდია, ბევრ ორსულს აქვს გუნება განწყობის ცვლილება და აქაც შეიძლება იყოს მხედველობიდან გამორჩენილი. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს თვალები, არ ვიცი, მე ისე მგონია და ჩემი დაკვირვებით, იმიტომ რომ თვალი თითქოს უელავს მას ჰიპერფუნქცია ვისაც აქვს და წინაც მოდის, ხო? ნუ ეს შეიძლება გადავიდეს ბაზედოვში. საბედნიეროდ ეს არ არის ყველა შემთხვევაში ჰიპერთირეოზის დროს, გრეივსის ორბიტოპათია ქვია, პრაქტიკულად ითვლება ცალკე დაავადებაც, რომელიც ასოცირებულია გრეივსის დაავადებასთან, რაც არის ბაზედოვი, თქვენ როგორც თქვით, ეს უფრო გერმანული დასახელება, უფრო მსოფლიოში ეხაიყენებენ გრეივსის დაავადებას. და ასოცირებული არის ხშირად გრეივსის ორბიტოპათია გრეივსის დაავადებასთან. საბედნიეროდ ყოველთვის არა და სწორედ ამ დროს არის წინ წამოწეული თვალები და რაღაცა რისხანე გამომეტყველება. და აი თუ თქვათ უფრო ისე რომ იყოს გასაგებად რომ თქვათ მაყურებლისთვის ერთ-ერთი სიმპტომი გასუქება არის, შეიძლება იყოს და შენელება. დიახ.
როდესაც ეს რაღაც შეიძლება ნელ-ნელა ხდება და ძალიან სწორად შენიშნეთ, შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ გადავიღალე და ეს გასუქება ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ის აქვს, სხვათა შორის წანამძღვრება და ეს შეიძლება იყოს სწორედ ბაზისური უსაფრთხოების მოშლა და როგორც ადამიანი მაცივარში ინახავს საჭმელს, ისე აბდომინალურ მუცლის არეში ცხიმის დაგროვება ხდება. თითქოს ელოდება რაღაცა საფრთხეს. და კრიზისს და ორგანიზმიც ესე რეაგირებს. და მეორე, ვთქვათ, ჰიპერფუნქციის დროს ეს გახდომა კანკალი და ოფლიანობა. ეს ამ დროს რომ მოდის ექიმთან, რამდენად არის ამ რა ჰორმონებს, რასაც უნიშნავთ, რამდენად ვიცი, ეს არის ჰიპოფიზის ჰორმონები. ამ შემთხვევაში ხო კომპენსირება ხდება იმ როგორც ჰიპო, ასევე ჰიპერფუნქციის. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს ვნიშნავთ პრინციპში ლევოთიროქსინი, ეს არის აქტიური ნივთიერება, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი და ჰიპერთირეოზის დროს თუ ეს არის გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, გამოწვეულია ბევრი თიროიდული ჰორმონი, ასეთ შემთხვევაში მაბლოკირებელს ვნიშნავთ. და რატომ აქვს ესეთი დიდი ბმა მეხსიერებასთან? ძალიან სერიოზული ჩავარდნები აქვთ ადამიანებს, მეხსიერების პრობლემები, როგორც ერთი ისე მეორე შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით აი რაც შენელებას ეხება. თითქოს სასიცოცხლო პროცესებიც ნელდება ამ დროს, ხო? როდესაც ყველა სხვა პროცესი, რომელიც მასში არის და აი რაღაც მთლიანი წაშლა ხდება წარსულის ზოგჯერ, აი საერთოდ ბავშვობა აღარ ახსოვს, მოზარდობა, აი არიან ადამიანები ერთ კადრსაც ვერ იხსენებს. ან ცნაურია, მაგრამ არის ესე. და პირდაპირ კავშირი არის ამასთან დაკავშირებით, ჰიპოკამპთან რაღაც დისფუნქციას იწვევს თუ რა ხდება ამ დროს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს. როგორც კი გვაქვს დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება. რა თქმა უნდა, ეს აისახება ნეიროტრანსმისიაზეც, მათ შორის ნერვული იმპულსის გადაცემაზე, მეხსიერებაზე. პრაქტიკულად არის ენერგიის და ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი. ამიტომ ნუ შესაბამისად როგორც ჩანს. და ძალიან საინტერესო რა შემთხვევაში ხდება საოპერაციო ეს და რატომ ხდება საჭირო მისი ან ამოკვეთა, ან ნაწილობრივ ამოკვეთა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს უკიდურესი ფორმა არის მკურნალობის ქირურგია, ხომ ადამიანი და ექიმიც ყოველთვის ცდილობს, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე, რომ მაქსიმალურად მოხდეს კორეგირება. რა არის ეს და აუცილებლად მინდა აუტოიმუნურ მიმართულებაზეც რო ვისაუბროთ. პირველ რიგში ეს ოპერაბელური რა შემთხვევაში არის? ოპერაციულ მკურნალობას მივმართავთ თუ არის ძალიან დიდი ზომის ჭიღვი. დიდი ზომის ჭიღვი იწვევს ზეწოლას მეზობელ ორგანოებზე, ანუ ეს შეიძლება იყოს დიფუზური გადიდება ფარისებრი ჯირკვლის, ან არის დიდი ზომის კვანძები ფარისებრი ჯირკვალში, სრულად კეთილთვისებიანი შეიძლება იყოს, უბრალოდ ზომის გამო გადაწყდეს ოპერაციული მკურნალობა. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებები ასევე, რა თქმა უნდა, მივმართავთ ოპერაციულ მკურნალობას. თუმცა არსებობს ასეთი მიდგომაც, უფრო ამერიკელებს აქვთ ეს ძალიან პატარა ავთვისებიანი სიმძიმის შემთხვევაში შეიძლება ოპერაციული მკურნალობა არ ჩატარდეს. ასევე ოპერაციულ მკურნალობას მივმართავთ, როცა არის გრეივსის დაავადება, ეს არის აუტოიმუნური პროცესით გამოწვეული ჰიპერთირეოზი პრაქტიკულად და რამდენჯერმე მკურნალობის შემდეგ ვერ მივაღწიეთ რემისიას, ასეთ შემთხვევაში ტარდება ოპერაციული მკურნალობა. და როგორ ხდება მერე ადამიანის აი დაბალანსება და მორგება, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი, როგორც თქვენც ბრძანეთ, ორგანო ენდოკრინული სისტემის არა მარტო, იმიტომ რომ მართლაც დირიჟორს ეძახიან, მისი ამოკვეთის შემთხვევაში ადამიანის ცხოვრების ხარისხზე რამდენად შეიძლება იმოქმედოს ან რა უნდა ქნას ამ დროს.
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ მივმართავთ შენაცვლებით თერაპიას, ლევოთიროქსინით, ანუ პრაქტიკულად გარედან ვაწვდით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს და ადამიანი თავს გნობს აბსოლუტურად სრულფასოვნად, აგრძელებს აბსოლუტურად სრულფასოვან ცხოვრებას. ანუ მუდმივად ხდება მისი, თქვათ, იგივე საწვავის მიწოდება ორგანიზმისთვის ესე და დოზირების და ჩავარდნის შემთხვევაში არიან ადამიანებსაც ავიწყდებათ, შეიძლება დაავიწყდეს ერთი კვირა, რამოდენიმე დღე. რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და როგორ ვიქცევით ესე დროს? ერთი დღე არა უშავს, ერთი კვირა ბევრია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი, პაციენტს შეაწუხებს სიმპტომები და საბოლოო ჯამში ალბათ გაახსენდება, რომ უნდა მიიღოს ჰორმონი. უბრალოდ ჯობია, რომ უფრო გულისყურით მოვეკიდოთ ამას, იმიტომ რომ სრულიად შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით სრულფასოვნად ცხოვრება. უბრალოდ დილას უნდა მივიღოთ ერთი ტაბლეტი წამალი. და ამით პრინციპში აღარაფერი აღარ იცვლება. დიახ. კონტროლი არის საჭირო, რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულარობით, უმჯობესია 3 თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი. 3 თვეში ერთხელ. ანუ არა წელიწადში ერთხელ. არა წელიწადში ერთხელ არა, უარეს შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ. იდეალურია 3 თვეში ერთხელ. და რაზე უნდა მოხდეს? რისი გაკონტროლება ხდება? სისხლის ანალიზის, იგივე ეხოსკოპიური კვლევა არის საჭირო თუ რა, იმიტომ რომ შეიძლება რომ რამე ეხო შეარჩანდეს და ანალიზი ჩანდეს ან პირიქით მოხდეს ეგეთი რამე. ანალიზი და ეხო გვანახებს სხვადასხვა რამეს, ანუ ეხო გვანახებს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურას, ანალიზები გვანახებს როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. გააჩნია რა დაავადება აქვს პაციენტს, თუ არის საუბარი ავთვისებიან სიმსივნეზე, გარდა იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კონტროლდება, გარკვეული პერიოდულობით ულტრაბგერასაც ვაკონტროლებთ კისრის რეგიონს, გარდა ამისა სიმსივნის მარკერებს ვაკონტროლებთ გარკვეული პერიოდულობით. თუ არის ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ნახულობთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს, თუ არის კვანძოვანი ჭიყვი, ეხოზე სტრუქტურას ვაკვირდებით, როგორ იცვლება ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, როგორ იცვლება კვანძების ზომა, კვანძების ხასიათი, იმიტომ რომ არსებობს ნიშნები ულტრაბგერაზე, კვანძისთვის დამახასიათებელი, რაც იძლევა საფუძველს, რომ თქვათ, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ კვანძს, თუ საჭიროა ჩავრთოთ კვანძის უფრო ღრმა კვლევა, მაგალითად ბიოფსია, ციტოლოგიური გამოკვლევა. თამუნა, რასაკიდან შეიძლება ეს დაემართოს ადამიანს, თქვათ, ამდენად არის გენეტიკური და უნდა ვაკონტროლოთ თუ არა, შეიძლება საერთოდ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ ქონდეს, მაგრამ თქვათ, ორივე მშობელს ქონდეს გარკვეული ტიპის ფარისებრის პათოლოგია, რაც არ არის იშვიათი სხვათა შორის. და თქვათ, იქ შვილებს როგორ შეიძლება აქ ეს წითელდროშა red flags რო ეძახიან, რა დროს უნდა გააკონტროლონ ეს? ამ დროს არ შეიძლება საერთოდ არ იყოს სიმპტომი. დიახ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები რასთან არის დაკავშირებული? შეიძლება იყოს ანთება, ამ დროს გვაქვს მწვავე და ქვემწვავე თიროიდიტი, ეს არის ვირუსული და ბაქტერიული ანთება. გვაქვს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, აუტოიმუნური დაავადებები, გვაქვს ფერმენტების თანდაყოლილი დეფიციტი ან დეფექტი, იმ ფერმენტების, რომლებიც მონაწილეობენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში. და ასევე დაკავშირებულია გარკვეული ელემენტების დეფიციტთან, იოდი ტრადიციულად და ეხლა ამ ბოლო დროს ბევრი კვლევაა, რომ სელენის დეფიციტთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. ანუ გენეტიკური წინასწარ-განწყობა მნიშვნელოვანია აუტოიმუნური დაავადებების დროს, მნიშვნელოვანია ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს. ასევე გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია, როცა არის ფერმენტების თანდაყოლილი დეფიციტი ან დეფექტი. გენეტიკას აქვს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ განსაკუთრებით ოჯახის ექიმებისთვის, აი ზოგადი პროფილის ექიმებისთვის, რომლებთანაც ბევრი პაციენტი ხვდება განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება, ოჯახური ისტორიის შეკრება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების შესახებ. და ჩვენთვისაც ენდოკრინოლოგებისთვისაც, როცა გეგმავთ კურნალობას, როცა გეგმავთ დიაგნოსტიკას, რა მეთოდები გვჭირდება დიაგნოსტიკის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ
ოჯახური ისტორია ფარისებრი ჯირკვლის დაავადების. და რა ასაკი არის ყველაზე კრიტიკული, აი როდის ვლინდება, ვთქვათ, უფრო მოზარდობა, მერე ახალგაზრდობა. დიახ. იცით, აი სხვადასხვა დაავადება სხვადასხვანაირად. აი მაგალითად დიფუზური ჭიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება ყველაზე მეტად გვხდება პრემენოპაუზურ პერიოდში. ასაკთან ერთად მცირდება, თანაფარდობა ქალებს და კაცებს შორის არის 4:1. კვანძები ფარისებრ ჯირკვალში და ფარისებრ ჯირკვლის ქცეულის მიმართ ანტისხეულები. აი ამის საპირისპიროდ მატულობს ასაკთან ერთად უფრო ხშირად გვხდება. აქაც თანაფარდობა, ქალებში გაცილებით ხშირად გვხდება, ვიდრე მამაკაცებში. კვანძები გვხდება ქალების 5%-ში, მამაკაცების 1%-ში. აღსანიშნავია, რომ 75 წლის შემდეგ ეს განსხვავება მცირდება და ვთქვათ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში თუ თანაფარდობა ქალებს და მამაკაცებს შორის ახალგაზრდა ასაკში არის 3:1-თან, მერე უკვე ხდება 1:3-1-თან. ანუ ასაკთან ერთად პრაქტიკულად განსხვავება მცირდება. ეს რა თქმა უნდა არ არის დამტკიცებული, მაგრამ რატომ ხდება ეს ზუსტად გარკვეული არ არის, მაგრამ არის ვარაუდი, რომ ესტროგენები ასრულებს ამაში გარკვეულ როლს. რა საინტერესოა. დიახ. ანუ უფრო ქალის დაავადებად ითვლება. ივარაუდება, არის კვლევები, ოღონდ ჯერ დამტკიცებული არაფერი არ არის. ხო, თუმცა ამას ჯერ კიდევ ალბათ ხანგრძლივი პერიოდი ჭირდება. ნამდვილად და აი როდესაც ჩვენ ვამბობთ აუტოიმუნურს, ეს არის თვით აგრესიული მოქმედება, როდესაც ორგანიზმი საკუთარი თავის განადგურებას იწყებს. საერთოდ ნებისმიერ დაავადებას შეიძლება დავარქვათ, რომ თვით განადგურების ეს არის ჩართული ხო რაღაც ვექტორი და სტრატეგია, მაგრამ აი ფარისებრთან მიმართებაში ეს რომელი დაავადებები, აი რომელი პათოლოგია, კერძოდ აუტოიმუნური და როგორ ხდება, რომ ის რაც უნდა გიცავდეს, შენ საწინააღმდეგოდ მოდის საკუთარ ორგანიზმში. ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებებიდან აღსანიშნავია აუტოიმუნური თირეოიდიტი და გრეივსის დაავადება, ანუ ერთი მიდის უფრო მეტად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით, მეორე უფრო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებით. ჩვენ უფრო მეტად გვხდება ხოლმე აუტოიმუნური თირეოიდიტი, ანუ სადაც ითვლება, რომ იოდის დეფიციტი არ არის, ყველაზე ხშირად აუტოიმუნური თირეოიდიტი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მიზეზი. ნუ რატო ხდება? არ არის გარკვეული, რატო ხდება? რაღაცა ძვრა ხდება იმუნურ სისტემაში, რის გამოც ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედები იწყებენ ბრძოლას ჩვენი საკუთარი ქსოვილის წინააღმდეგ. და ვთქვათ, რა ხდება აუტოიმუნური თირეოიდიტის შემთხვევაში? ჯერ ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ფუნქციაში ასრულოს, ამიტომ დიდდება, მერე თანდათანობით ამ აუტოაგრესიის გამო, ამ ანტისხეულების ზემოქმედების შედეგად ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები ნადგურდება და ფარისებრი ჯირკვლი თანდათანობით პატარავდება. ძალიან საინტერესო არის აუტოიმუნური თირეოიდიტის კავშირი ნერვული სისტემის დაავადებებთან. კვლევებით არის ნანახი, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დეპრესია, ნევროზი, ანტისხეულების ტიტრი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ აქვთ მაღალი. 20%-ში მე მგონი თუ არ მეშლება, პაციენტების დეპრესიით გამოვლენილია ჰიპოთირეოზი და რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტების 50%-ს აღმოაჩნდათ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ანტისხეულების მაღალი ტიტრი, ანუ ძალიან მჭიდრო კავშირშია ნერვულ სისტემასთან. და რა საინტერესო რამე თქვით ახლა თქვენ თამუნა, რომ რეალურად იგივე დეპრესია არის ნელი კვდომისკენ, ადამიანი რო იბადება იქვე იწყება სიკვდილისკენ სვლა, ხო? იმიტომ რომ სიცოცხლე და სიკვდილი ჩვენში ერთდროულად არის ჯანმრთელობა და დაავადება. ანუ და ფსიქოთერაპიულად და ფსიქოსომატურად ითვლება, რომ დაავადება არაცნობიერი არჩევანია ადამიანის. და ეს არაცნობიერი არჩევანი, რომ თვით განადგურება შეიძლება იყოს, რომ აღარაფრის ხალისი არ აქვს, არაფერი არ აინტერესებს, არაფერი აღარ უნდა,
ამაზე ორგანიზმი რეაგირებს გარკვეულად და ეს რეაგირება, რა თქმა უნდა, სამედიცინო ენაზე, იგივე ორგანულ თუ იგივე უჯრედულ დონეზე თავისი მას ენა აქვს საკუთარი იგივე ნივთიერებების თუ ნივთებთა ცვლის მოშლით და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მე ფეხმძიმეების მართვა, რამდენად ხშირია მომართვიანობა თქვენთან, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ქალის ორგანიზმი რაღაცა არა 10 ჯერ და 100 ჯერ, არამედ ბევრად უფრო მეტჯერ იცვლება ტიტრები, ყველაფერი ყირაზე დგება და რეალურად ისეთი რევოლუცია ორგანიზმში ამ დროს, რომ ბუნებრივია ამაში ფარისებრიც მოყვება და ბევრი სხვა რამეც და აი როგორ ხდება, რა შემთხვევაში უნდა იყოს მომართვიანობა და არის თუ არა საერთოდ მომართვიანობა ამ მიმართულებით? საბედნიეროდ ბოლო წლებში ძალიან გაზრდილია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ ცნობადობა. პრაქტიკულად ყველა ორსულს უკონტროლებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას და რა თქმა უნდა ხშირად ხვდებიან ჩვენთან ორსულებიც. ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფარისებრი ჯირკვალი ფუნქციონირებდეს ნორმალურად. საერთოდ ორსულობის დროს ისეც დამახასიათებელია ფიზიოლოგიურად ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაში. შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი გაიზარდოს ორსულობისას. პირველი ტრიმესტრისთვის მაგალითად დამახასიათებელია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე მოიმატოს სისხლში, ამიტომ ყველასთვის ცნობილი TSH-ის დონე ხშირად დაბალია ხოლმე. იმიტომ რომ გავლენას ახდენს ესტროგენების დონე, რომელიც ორსულობის დროს იმატებს, რა თქმა უნდა. სტრესი არის რეალურად ორსულობა ორგანიზმისთვის, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლისთვის და ფარისებრი ჯირკვლის კონტროლი ამ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად ხშირად მოგმართავენ და მეანები, გინეკოლოგები ძალიან ხშირად აკონტროლებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. და რაღაცა ეს დანიშნულება თქვენთან შეთანხმებით ხდება ალბათ ენდოკრინოლოგებთან. აუცილებლად დანიშნულებას ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს ამ შემთხვევაში. და თქვათ არის საშუალება, რომ ეს დაიჭიროს მთლიანად ნორმის ფარგლებში ამ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მართვა სრულიად შესაძლებელია. თქვათ ფეხმძიმობის მერე შემდგომი პერიოდი, ლაქტაციის პერიოდიც ასევე საკმაოდ გართულებული შეიძლება იყოს. იგივე ფსიქოლოგიურად, იგივე არსებობს მრავალი გართულებები, ხო? ნევროლოგიური თუ იგივე შეიძლება პოსტსამშობიარო ნევროზები, ფსიქოზები და ასე შემდეგ. და აქაც რა თქმა უნდა ალბათ ჩართული არის, როგორც მთელი ორგანიზმი, ალბათ ესეც. და რამდენად სიხშირეა საჭირო ერთი ანალიზების გაკეთება ფეხმძიმე და ასევე როდესაც აჭმევს ბავშვს. და შემდგომში რას უნდა მიაქციოს ყურადღება, იმ მკვლების დარგი იქნება თუ ფიზიკური აქტივობა, რა არის ის ხელშემწყობი პირობა, რაც შეიძლება დაეხმაროს. კონტროლის სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი, იმის მიხედვით რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ პერიოდს და თქვენ აღნიშნეთ, რომ მშობიარობის შემდგომ ხშირია ხო ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებები. მშობიარობის შემდეგ ვითარდება ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის ანთების ერთი განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ვითარდება და მას ქვია მშობიარობის შემდგომი თიროიდიტი. მისთვის ძალიან დამახასიათებელია ესეთი სიმპტომები, როგორიც არის გაღიზიანება, შფოთვა, ემოციური ლაბილობა. ანუ ეს ცვლილებები ძალიან გავს მშობიარობის შემდგომ დეპრესიისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაც. და ადამიანს ბევრი კრიზისული პერიოდი აქვს, თქვათ, იგივე ეს კრიზისები განვითარებასთან ახლავს, მაგრამ არის ასევე მენოპაუზის ის პერიოდი, როდესაც იგივე ის სექსუალობა, ეს სქესობრივი ფუნქცია, რომელიც პირდაპირ ენდოკრინოლოგიური ფუნქცია, ბუნებრივია და პირდაპირ კავშირშია შესაბამისად ფარისებთანაც და ჰიპოფიზ ჰიპოთალამოსთან. აი ამ დროს რა ხდება ორგანიზმში და რას უნდა მიაქციოს, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან მწვავე პერიოდია ქალის და მამაკაცის, რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ
რაღაცა ძალიან დიდი ცვლილების წინაშე დგება და თან ისეთი გარდატეხაა, რომ ამის მერე მისი ცხოვრება შეიძლება დიამეტრალურად შეიცვალოს. როგორ რეაგირებს ამაზე ეს საოცარი ორგანო, რომელიც პეპელას გავს ძალიან და ფარს და სხვა რაღაცა არტისტულობასთანაც აკავშირებენ ეს ჩინურ იმაში წამიკითხავს. ახლა რამდენად კავშირშია, არ ვიცი, მაგრამ პოსტმენოპაუზური პერიოდი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ჰორმონალური ცვლილებები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად მთელს ორგანიზმზე, მათ შორის ფარისებრ ჯირკვალზე და ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტირება, გამოვლენა სწორედ ამ დროს ხდება. ძალიან ხშირად ხდება ამ ასაკში. და არა მარტო ფარისებრ ჯირკვალზე, ზოგადად ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს ლიპიდური სპექტრი, გაკონტროლდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე, ძალიან ხშირად ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებები არის ხოლმე და შეიძლება ხშირად საჭირო გახდეს ხოლმე ნევროლოგის ჩართვაც. ანუ არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის, პრაქტიკულად მთელი ორგანიზმის კონტროლი არის ხოლმე საჭირო ამ დროს. იმიტომ რომ როგორც კი ესტროგენების დონე იცვლება, ეს აისახება ჩვენს გულსიზრდას სისტემაზე, აისახება ლიპიდურ ცვლაზე, აისახება ძვალზე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ფარისებრ ჯირკვალსაც. სხვათა შორის, რაღაცა კვლევა იყო ჰარვარდის ბოლოდროინდელი, რომელიც ეხებოდა ესტროგენების მატებას ბოლო დროს მამაკაცებში, ანუ მამაკაცების ფემინიზაციის რაღაცა და ეს და პირიქით რაღაცა მასკულინურობის გაზდას. ეს კვლევა არის მონაცემებზე დაფუძნებული ახლა ეს გამომდინარე აქედან და თქვენ როდესაც ბრძანებთ ესტროგენის მატება კლება, იგივე ტესტოსტერონის მატება კლება ადამიანის ფსიქიკასთან პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა. იგივე მის მიმღებლობასთან, აგრესიასთან, მამაკაცების შემთხვევაში, რაღაც იგივე ქალის შემთხვევაშიც და ეს ესტროგენი თან კიდევ არის დაკავშირებული როგორც გარეგნობასთან, ასევე ვთქვათ, მის ფუნქციონირებასთან და დღეს ძალიან ბევრი საუბრობს ეს well-being, wellness-ის, ეგრეთ წოდებული ცხოვრების ხარისხი, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ხა ვინ რა ცხოვრების ხარისხი ცხოვრობს და ვინ რას ეძახის მაღალ ხარისხს, ხო? ალბათ მისი არჩევანიც უნდა იყოს და აი რამდენად არის ეს დაკავშირებული, რადგან დღეს ფარისებზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, აი რაღაც რეკომენდაციები რო გასცეთ თავიდანვე, ბავშვობიდან ინფორმაცია უნდა კონდეს, არ უნდა კონდეს, ან რა დონეზე უნდა კონდეს მას, ისეც რომ არ დაფრთხეს და ისეც რომ არ ზედმეტად არ დაიწყოს, იცით, აი ვიკიპედიაში და სადღაც შესვლა და ხშირად ჩვენი დღევანდელი ცოდნა და განათლება არის დაკავშირებული კიბერსივრცესთან, რაღაცა გარკვეული ტიპის ჯგუფებთან, რომელსაც ჭირთ ფარისებრი და ერთმანეთს რაღაც რეკომენდაციებს აძლევენ, ამ დროს ეს უნდა ქნას, ვთქვათ, მე შეიძლება იყოს აბსოლუტურად არაკვალიფიცირებული სტატია ვიღაცის მიერ დაწერილი, რომელიც არანაირ მონაცემებზე არ არის დაფუძნებული მისი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები გახდეს გზამკვლევივით ადამიანებისთვის. დღეს ეს პოპ ფსიქოლოგია და პოპ მედიცინა, პოპულარული, ეს გახდა ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ დღესაც ვხედავთ, უმეტესობა გადაიქცა ექსპერტად, ხო? ყველა სფეროში, აი თქვა პანდემიის დროს ყველა იყო ეპიდემიოლოგი და ექსპერტი, ფეხბურთის ჩემპიონატზე ყველა ფეხბურთის ექსპერტია, პოლიტიკა, ყველა პოლიტიკოს და ესეც ხო, როდესაც ადამიანს რაღაც აწუხებს, ბუნებრივია, მას აინტერესებს ის სფერო და ის ადამიანები, ვისაც იგივე აწუხებს და ეს გარკვეული რაღაც სოციუმები იქმნება. აი ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლია თქვა და როგორ შეიძლება ადამიანი გადაირჩინოს თავი თვითგანათლებით და რას მიმართოს, რამდენად დაუჯეროს მას ან არ დაუჯეროს.
ჩვენს რეგიონში ალბათ სასურველია იმის მიუხედავად გვაქვს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, წელიწადში ერთხელ ეხო გავიკეთოთ ულტრაბგერა ფარისებრი ჯირკვლის და გამოვიკვლიოთ მინიმუმ თირეოტროპული ჰორმონი მაინც სისხლში უკეთესი იქნება, TSH და FT4 ორივეს თუ გავაკეთებთ, ანუ ჰიპოფიზის ჰორმონი და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ოჯახური ანამნეზი, ოჯახური ისტორია, განსაკუთრებით ყურადღებით თუ იყოთ, თუ ოჯახის წევრებს აქვთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება, რა თქმა უნდა, სწორი ცხოვრების წესი, ეს ზოგადად ყველა შემთხვევაში და შეძლების დაგვარად დავიცვათ ჩვენი ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დამტკიცებულ მიზეზად ითვლება მაიონიზებელი გამოსხივება. მაგალითად, თუნდაც რენტგენის სხივები, ხო? ცხოვრების განმავლობაში ყველაზე ხშირად ალბათ ვიკეთებთ სტომატოლოგთან რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფარისებრი ჯირკვალი იყოს დაცული, ანუ საყელო, არსებობდეს საყელო, რომლის საშუალებითაც ვიცავთ ფარისებრ ჯირკვალს. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ჩვეულებრივად რუტინა იყო, მაგალითად ამერიკაში, ეხა 2024 წლის რეკომენდაციით ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის უწერიათ, რომ არ არის საჭიროა, მაგრამ მე ენდოკრინოლოგთა ასოციაციის არ მინახავს ეგეთი არ არის საჭირო და თუ ითვლება, რომ მაიონიზებელი გამოსხივება დამტკიცებული წყარო არის ფარისებრი ჯირკვლის განსაკუთრებით ავთვისებიანი დაავადებების, ამ საყელოს გაკეთება ხო ძალიან მარტივია. ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს ვითხოვოთ, რომ ბევრგანს თავაზობენ, ბევრგან აქვთ ჩვენ შეგვიძლია რომ მოვითხოვოთ. პირველად გავიგეს ხუთშორის საინტერესოა. და რამდენად კავშირშია ეს რუჯისადმი დამოკიდებულება, ეს ვთქვათ, ზოგი არის რომ მთელი წლის განმავლობაში დადის გასარუჯად სხვადასხვა ხო მე არ მინდა ვინმეს ან საქმიანობას ან ბიზნესს ხელი შეუშალოს ან არ ვერევით მაგაში, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ისევ და ისევ თვით ეკოლოგიურობის და თვით ჰიგიენის მიზნით რამდენად არის ეს რეკომენდირებული. ზოგადად დასხივება ყველანაირი ითვლება აუტოიმუნური დაავადებების მაპროვოცირებლად. მათ შორის გადაჭარბებული მზის მზეზე დიდხანს ყოფნაც გარკვეულ საათებში ითვლება დამაზიანებლად ჩვენი ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, თქვენ რასაც ბრძანებთ ხო, ეს რაღაცა პროცედურები რუჯის მიღებასთან დაკავშირებული. მე აქ მან ექსპერტად ვერ გამოვდგები ნამდვილად, მაგრამ ალბათ მანდაც საჭიროა ზომიერების დაცვა. და როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, ამონა მაინტერესებს, რამდენად შეიძლება დღევანდელ დღეს ეს მიკროელემენტების შევსება მოხდეს, მარტო კვებით, როგორც ამბობენ ეკოლოგები, ახლა მესმის ეს თქვენ კომპეტენციას სცილდება, დღეს გამოფიტულია ნიადაგი, რაღაც ნაკლებად არის ეს მიკროელემენტები და ეს დანამატების და რაღაც მსგავსი დღეს არის უამრავი ქსელური რაღაც მარკეტინგი გავრცელებული რაღაცებს თავაზობენ იგივე ფარისებზე მეც მინახავს რომ თქო ესეთი ქსელში რომელიც არ არის ეს ოფიციალური თქო რაღაც უფრო გვერდით არის გარკვეული ტიპის მიკროელემენტების ან რაღაც არ ვიცი თუნდაც იოდის ან ბევრი სხვა მიკროელემენტის ნაზავს რომელიც არ ვიცი რა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ რამდენად არის ეს შევსებადი გარედან და სანდო, მოდი ესე ვთქვათ, ну თქვენ კომპეტენციაში რაც შედის, თქო. მიკროელემენტების მიღება, განსაკუთრებით როცა იოდს ეხება, საქმე ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება. იოდს დიდი სიფრთხილით ვნიშნავთ, როგორც გითხარით, ბევრს ფიქრობთ დავნიშნოთ თუ არა, ორსულის შემთხვევაში, სადაც ითვლებოდა, რომ აუცილებლად უნდა დაგვანიშნა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ არის ეს ხელმისაწვდომობა მიკროელემენტების მიმართ, დღემდე შემხვედრია პაციენტი, რომელსაც აქვს კვანძოვანი ჩიყვი და
იღებს იოდს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. იოდის მიღება კვანძოვანი ჩიყვის დროს, აუტოიმუნური დაავადებების დროს დასრულ ასაკში განსაკუთრებით არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ მასტიმულირებელი შეიძლება გახდეს არასასურველი პროცესების. ზოგადად მიკროელემენტების დეფიციტს რაც შეეხება, ნამდვილად ძალიან გავრცელებულია. აი მაგალითად სელენი, რომელიც ითვლება, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იმიტომ რომ არის იმ ფერმენტის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში. პრაქტიკულად სადაც კი გამიკეთებია სელენის გამოკვლევა, თითქმის ყველას აქვს სელენის დეფიციტი. ამიტომ ამ შემთხვევაში თუ ვიცით, რომ დეფიციტია, რა თქმა უნდა, უმჯობესია შევივსოთ ექიმის დანიშნულებით და არა თვითნებურად, იმიტომ რომ შეიძლება დავიზიანოთ რამე. ეს დიდი მადლობა ეგ რო თქვით, იმიტომ რომ ეს თვით რაღაცა კურნალობა რაც საკმაოდ გავრცელებულია ჩვენთან და თვითონ ინიშნავენ წამლებს. აი იგივე როგორც დეფიციტია საშიში, ისე ზედოზირება. რა თქმა უნდა. შეიძლება გახდეს საშიში და ჭარბი იოდი შეიძლება გახდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მაპროვოცირებელი. აი ძალიან კარგია რომ თქვით, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ ვთქვათ თუ მეტი იქნა რა მოხდა მერე, მთავარია არ დააკლდეს. როგორც საკვებს იგივე თაფლია, დიდი დოზით შეიძლება ეს გამოიწვიოს. რეალურად პრაქტიკულად ბევრმა იცის ეს, აი მაგალითად არითმიებს რომ მკურნალობენ კარდიოლოგები ამიოდარონით. ამიოდარონი შეიცავს ბევრ იოდს და უბრალოდ არითმიის სამკურნალოდ აუცილებელია. ის ძალიან ხშირად ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და კარდიოლოგებმა ძალიან კარგად იციან ეს და ძალიან ხშირად აკონტროლებენ ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასაც, რომ ჭარბი იოდი სახიფათოა. ეს კარდიოლოგებმა იციან, მაგრამ ჩვენ მოსახლეობამ რა თქმა უნდა ნაკლებად ვიცით და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ეს მულტიფუნქციონალური და ესეთი მულტიდისციპლინარული მიდგომა და ალბათ ოჯახის ექიმი ამას წესით უნდა აკეთებდეს, რომ როგორი დელეგირება მოხდეს. თქვენ ბრძანეთ რომ მუშაობთ ახლა კლინიკაში. ერთ κλინიკაში მუშაობთ თუ რამოდენიმე, როგორც ქართველი ექიმების უმეტეს ერთგან მუშაობთ. კი ბატონო და აი თქვენი მომართვიანობიდან თუ ეტყვით თქვენ ხო თქვენი სტატისტიკა გაქვთ აი ყველაზე მეტი მაინც რომელი არის ჩვენთან ვინ მოგმართავთ ყველაზე მეტი ოღონდ ფარისებრის არ გავცდეთ იმიტომ რომ ახლა მე შემთხვევაში შეიძლება იყოს კანი შეიძლება იყოს თმის წვენა ნებისმიერი სხვა რამე ხო იგივე დიაბეტი და ასე შემდეგ. ყველაზე ხშირად აუტოიმუნური თიროიდიტი და აუტოიმუნური თიროიდიტით გამოწვეული ჰიპოთირეოზი ყველაზე ხშირად. ანუ რეალურად ეს იგი ფსიქოგენურად ის აგრესია, აუტოაგრესია, რომელიც არის ადამიანში ჩართული თვით განადგურებისთვის და ალბათ ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიარონ გარკვეულად ფსიქოთერაპიაც და გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას. და მნიშვნელოვანია გამოიხატოს ემოცია და ამოითქვას ვერბალურად ის პრობლემები, რაც ადამიანს აქვს, რომელიც სხეულში იტყორცნება სხვა დაავადებების სახით. მე ვიცი თქვენ შესახებ, თქვენ შესანიშნავი ექიმი ხართ და ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი გყავთ. და მადლობას გიხდით ამისთვის, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ესეთი ამომწურავი და საინტერესო საუბრისთვის, იმიტომ რომ ჩემთვისაც ბევრი რამე იყო ისეთი რაც პირველად გავიგე და მართლა ძალიან გამეხარდა და მე სიამოვნა და იმეც ვიტოვებ რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემაა იგივე სექსუალობა, უნაყოფობა, იგივე დიაბეტი, იგივე ის რაზედაც შეიძლება ესე უფრო ჩაშლილად რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ ინფორმაცია ერთის მხრივ ბევრია, მაგრამ კვალიფიციური ინფორმაცია სამწუხაროდ ნაკლები. და რაღაც 5 წუთში ვერ მოასწრებს ადამიანი რაღაცის მოყოლას და გაშლას თემის. ასე რომ დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. თქვენ დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, თქვენთან სტუმრობა და დიდი სიამოვნებით გესტუმრებთ. მადლობა თამუნა. მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი თამუნა კუპრაიშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.